მეურნემ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს რა თქმა უნდა ყურძენს. ეს ყველამ ვიცით რომ ხარისხიანი ღვინო დგება ხარისხიანი ყურძნისაგან. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც გარდა იმისა რომ თვითონ ყურძენი უნდა იყოს ხარისხიანი, ჯანმრთელი, მნიშვნელობა აქვს რთველის სწორ თარიღს. წითელ მეღვინეობაში შეიძლება ოდნავ მევენახე მეღვინემ დააგვიანოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კლასიკურ თეთრ ღვინოზე, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება ოდნავ 1-2 დღით ადრე დავიწყოთ რთველი, ვიდრე პირიქით 1 ან 2 დღით ადრე დავაგვიანოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ღვინო არ უნდა იყოს ყურძენი არ უნდა იყოს გადამწიფებული, შესაბამისად ღვინო არ უნდა იყოს დაღლელი. არ უნდა ახასიათებდეს მას გადამწიფებული ტონები. აგრეთვე, როდესაც ვსაუბრობთ ღვინოზე, აუცილებლად კრიტიკულად გასათვალისწინებელი არის ჯიშის წარმოშობა. მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერ ღვინოში იგრძნობოდეს მხარის, ტერუარის ნიუანსები. ამისათვის საჭირო არის, რომ სწორედ იმ ყურძნისგან დავამზადოთ იმ გეოგრაფიულ ადგილში ღვინო, რომელიც ისტორიულად იყო ამ ჯიშისათვის გათვალისწინებული. როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიან ყურძენზე, აგრეთვე უნდა განვსაზღვროთ მისი ტრანსპორტირება ვენახიდან მარანში. სასურველია რომ ეს იყოს მცირე მოცულობის ყუთებით, სადაც ხდება აერაცია, არ ხდება ყურძნის ზედმეტი წონით ერთმანეთს არ ჭყლეთს, ანუ არ გამოდის ზედმეტი წვენი და ამ შემთხვევაში არ ზიანდება მისი ხარისხი. ხაზს გავუსვამდი რთველის დროს ყურძნის შერჩევას ვენახში და აგრეთვე მარანშიც. ჩემი რეკომენდაცია იქნება დამწყები მეღვინეებისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დახარჯონ ყურძნის შერჩევისას, ვიდრე მის გადამუშავებას დაიწყებენ. იმიტომ რომ ყოველთვის კარგი არის რომ პრევენცია გავაკეთოთ და ყოველთვის ჩვენი სამუშაო მაღალ დონეზე ჩავატაროთ და არ იყოს მერე ბოლოს ბევრი ჩარევა ღვინოში საჭირო და მან შეინარჩუნოს თავისი საუკეთესოებები თვითონ. ანუ ჩვენ მას დავეხმაროთ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ალკოჰოლურ დუღილში, დავარგებაში და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი არის თვითონ ყურძნის გადამუშავების პროცესი. მე ურჩევდი მათ, რომ რაც შეიძლება ახლოს იყოს ყურძნის გადამუშავება რეზერვუართან, რომ მან არ გაიაროს გრძელი მანძილი. როდესაც კლასიკურ თეთრ ღვინოზე ვსაუბრობთ, აუცილებელი არის მყარი ნაწილების განცალკევება ტკბილისაგან. ამ შემთხვევაში კლერტის მოცილებას მე მათ არ ურჩევდი, ჯობია რომ კლერტთან ერთად დაწურონ გამოპრესონ ყურძენი, მეტი თვითნადენი ექნებათ, მეტი ხარისხი იქნება, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ, როდესაც კლერტიც შემოსული არის და მას ჩვენ არ გადავცემთ მწვანე ტანინებს ან უხეშ ნიუანს. მყარი ნაწილების განცალკევება, ანუ ჭაჭის და კლერტის განცალკევება თეთრი კლასიკური ღვინის შემთხვევაში უნდა მოხდეს მის დაწმენდამდე, ანუ ტკბილის დაწმენდამდე, ვიდრე ის დაიწყებს ალკოჰოლურ დუღილს. ანუ მოგვაქვს ყურძენი ვენახიდან მარანში, ხდება მისი გამოპრესვა, ვღებულობთ თვითნადენ ტკბილს და აი ეს ტკბილი უნდა დავწმინდოთ. ანუ ყურძნის, როდესაც მოვიდანთ ვენახიდან ყურძენს მარანში, საჭირო არის მისი დაჭყლეტა, რა თქმა უნდა, და ამ დროს ის უმჯობესია, რომ პრესში გადავიტანოთ თავის ჭაჭასთან და კლერტთან ერთად, ანუ არ მოვახდინოთ მანამდე კლერტის განცალკევება და მარტო ჭაჭის და წვენის წაღება, ესე რომ ვთქვათ, პრესში. რატო? იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ მეტი თვითნადენი გვექნება და ხარისხიც ამ შემთხვევაში დარწმუნებულებო რომ ბევრად მაღალი იქნება თვითონ ტკბილის და შემდგომ უკვე ღვინის. მიღებული ტკბილი აუცილებლად უნდა დავწმინდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არასასურველი ნაწილები, მაგალითად როგორც არის კლერტის ან ჭაჭის ნაფლეთები, ვენახიდან მოსული მტვერი დაიწმინდება, მოხდება მისი დაწმენდა და ერთი დღის შემდეგ სუფთა ტკბილი უნდა მოუხსნათ ლექიდან და დავაწყებინოთ მას ალკოჰოლური დუღილი. აქ მათ ერთ რეკომენდაციას მივცემდი, რომ ტკბილი ძალიან დაწმენდილი არ იყოს. ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ პირველი უნდა შევინარჩუნოთ ვენახიდან მოყოლილი საფუარები, რომ ალკოჰოლური დუღილი სწორად წავიდეს და მეორე კარგად დაწმენდილი ტკბილში, მკაცრად დაწმენდილი ტკბილში ჯიშურ ნიუანსებს ყოველთვის ვკარგავთ. უმჯობესია რომ ტკბილი არ იყოს ძალიან დაწმენდილი, კარგი ალკოჰოლური დუღილისათვის და ჯიშური ნიუანსების შენარჩუნებისათვის. ალკოჰოლური დუღილის დროს სასურველია რომ შევეცადოთ მადუღარი, სითხე, რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე ვადუღოთ. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ცივ სარდაფში მოთავსება რეზერვუარის, რომელიც სასურველია რომ იყოს უჟანგავი მასალისგან გაკეთებული და რადგანაც გარემო იქნება თვითონ ცივი, ალკოჰოლური დუღილიც შედარებით დაბალ ტემპერატურაზე წავა. ამ დროს ჩვენ ვინარჩუნებთ ღვინოში არომატული ნივთიერებებს და ღვინო უფრო ხარისხიანი, უფრო არომატული
გამოდის. როდესაც საუბრობთ ხარისხიან ღვინოზე, ზემოთაც ვახსენეთ და აუცილებლად ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ ხარისხიანი ყურძენი. შესაბამისად, ალკოჰოლური დუღილის დასასრულის შემდეგ ღვინო ისევ დაიწმენს და აუცილებლად მას იდეაში უნდა ქონდეს ხარისხიანი ლექი. დამწყებ მეღვინეებს ურჩევდი, რომ არ მოხსნან ღვინო ლექიდან, რაც შეიძლება მალე პირიქით დააყოვნონ ის ლექზე დაახლოებით 2 თვე და ამ 2 თვის მანძილზე მას დაურიენ მოხდეს მისი დარება. ამ დროს ბუნებრივად წარმოქმნილი ენზიმები ათავისუფლებს არომატულ მოლეკულებს და ღვინო უფრო არომატული ხდება. ამავე დროს ის მის სხეულზედაც მოქმედებს. ღვინო უფრო სხეულიანი და გამყოლი გემოსი შეიქმნება. თეთრი ღვინისათვის ჩემი რეკომენდაცია მათთვის იქნებოდა შემდეგი, რომ რაც შეიძლება მალე გულისხმობ ახალი ღვინო პირგაზაფხულისთვის რომ ჩამოისხას, იმიტომ რომ ყველასათვის ცნობილი არის ალკოჰოლური დუღილის თანაური პროდუქტი არის ნახშირორჟანგი, ამ დროს ღვინოს ახასიათებს ბუნებრივი ცქრიალი და მარახოში არომატული თეთრი ღვინოებისათვის ეს ძალიან სასიამოვნო იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ მას დავაგემოვნებთ. უფრო ცინცხალი, უფრო ცოცხალი შეგრძნებები დაგვეუფლება.